ქართული ჩურჩხელა მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ ცენტრში. კომპანია ჩურჩხელა ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო შოუზე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კომპანიების გვერდით ორგანიზატორების მიწვევით არის წარდგენილი. გამოფენის ფარგლებში უკვე გაიმართა საქმიანი შეხვედრები, B2B მოლაპარაკებები. კომპანიაში ამბობენ, რომ უკვე დაწყებულია კონკრეტული ბიზნეს კომუნიკაციები და პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. რა პერსპექტივა აქვს საქართველოს და ქართულ ჩურჩხელას მსოფლიო კულინარიულ რუკაზე? ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩურჩხელას დამფუძნებელთან ირმა კვაჭანტირაძესთან, რომელიც ნიუ-იორკიდან პირდაპირ ეთერში გვერდდება. ქალბატონო ირმა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართვისთვის. უკვე ვახსენეთ, რომ ჩურჩხელა წარმოდგენილია ნიუ-იორკში საერთაშორისო შოუზე, რომ გვითხრათ თუ რა მასშტაბის შოუზეა საუბარი და როგორ აღმოჩნდა ჩურჩხელა იქ. ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მართლაც მოულოდნელი, როდესაც სულ პირველად ეს იყო ჯერ კიდევ ზაფხულში გაისმა ზარი ჩვენს ასე ვთქვათ ოფისის ტელეფონზე და გვიკავშირდება თავად წარმომადგენელი და გვეუბნება, რომ თქვენ ხართ სწორედ ის პროდუქტი, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. რა თქმა უნდა, ამ სიტყვების მოსმენა ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ წინ უამრავი საკითხი იყო. ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველა ბარიერი გადაგველახა და უკვე აქ ვართ 8-9-10-ში წავდექით აი ამ მსოფლიო ეკონომიკის შეიძლება ითქვას ფორუმზე, რომელშიც გაერთიანებული არა მხოლოდ ამერიკის სხვადასხვა კონტინენტის, სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ესენი არიან food traderები, food buyer-ები, trader-ები, ანუ აგენტები, რომლებიც ზრუნავენ იმისთვის, რომ ეს არის რესტორატორების გამოფენა, რომ თავიანთ მენიუში შესთავაზონ რესტორატორებს ახალი პროდუქტები. და ეს ამაზე მთელი, ასე ვთქვათ, აგებულია აი ამ კუთხით ძალიან დიდი ბიზნესია შეიძლება ითქვას. მე შემიძლია ის თქვა, რომ დღესდღეობით ისეთი მდგომარეობა არის ჩვენს ირგვლივ, რომ მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, იმიტომ რომ ჩვენ წარმოვადგენთ ქართულ ტრადიციულ პროდუქტს, რომელიც ასე ვთქვათ იუნესკომაც კი აღიარა და ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით აი ამ საკითხებზე. გვინდა რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენც ღირსეულად დავდგეთ ამ ხელა საკითხების წინაშე, როცა ვართ აი ამ პროდუქტების გვერდით. და ეს გამოფენა უდიდესი მასშტაბების არის და უსერიოზულესი ასე ვთქვათ წარმომადგენლობა იყო და ამიტომ მაქვს ისეთი, ასე ვთქვათ, დღესდღეობით ისეთი გამოწვევები, რომ აუცილებლად ეს არა მარტო ჩვენთვის იქნება კარგი, იქნება ჩვენი შეიძლება იყოს თუდად კარგი გაგებით ვამბობ კონკურენტებისთვისაც, ანუ კოლაბორაციაში შევიდეთ ჩვენს კონკურენტებთანაც და ჯანსაღი კონკურენცია გაკეთდეს, იმიტომ რომ დღესდღეობით ამ ხელა ბაზრის მომარაგება რა თქმა უნდა, ერთი პატარა ჩურჩხელამ შეიძლება ვერ აწიოს. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა ძალიან და დაიწყო ყველაფერი ერთი კონკიას ღაპარევით და განვითარდა კიდეც. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩურჩხელა არის სახე, რაც შესაძლოა გახდეს უკვე საქართველოდან ჩურჩხელის მიწოდების წინაპირობა, ხომ ასეა, იმისათვის რომ ბაზარი დაკმაყოფილდეს. გამოფენა ითვალისწინებს B2B შეხვედრებს და თქვენ გამართეთ არაერთი, როგორც უკვე აღინიშნა. როგორია კონტურები და კონტრაქტების ნაწილზე თუ მიდის უკვე საუბარი, საინტერესოა და ძირითადად რა ტიპის კომპანიებისგან გრძნობთ ინტერესს? ესე იგი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთ ებრაულ კომპანიამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინა და ჩვენ გვქონდა მათთან ასევე ცალკე ინდივიდუალური საუბრები, პრეზენტაცია, დეგუსტაცია და მათთან აუცილებლად უკვე შედგება ყველა გადადის უკვე ხელშეკრულების ეტაპზე გადავა
ჩვენი მოლაპარაკება ეს B2B და პანელური შეხვედრები 21 შეხვედრა ჯერ კიდევ სანამ აქ ჩამოვიდოდით და სანამ გამოფენა დაიწყებოდა მანამდე იყო ჩვენთან ჩანიშნული. ანუ გამოფენას აქვს ეს პრინციპი რომ ან წინასწარ ხდება ვის რა ყველა მიცის ვინ მონაწილეობს არის აჯენდა უკვე განთავსებული და ვინ მონაწილეობს და ვის რა ინტერესი აქვს იმ კომპანიებთან ნიშნავენ სადღაც 15 წუთიანი შეხვედრებია. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ახლა ეს 3 დღე იმართებოდა გამოფენა 15 წუთიანი 21 შეხვედრა. თუმცა შეიძლება ითქვას მეტიც აღმოჩნდა საბოლოო ჯამში და აუცილებლად მინდა აღვნიშნო რომ ორგანიზებულობა, უმაღლესი დონის ორგანიზებულობა იყო სპეციალური აპლიკაციებია. ამ აპლიკაციების საშუალებით გვითანხმებენ, ინფორმირებულები ვართ და ყველანაირი დეტალი ამ აპლიკაციაში არის გაწერილი, ასე რომ აი ეს აუცილებლად აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, ამ ხელამასშტაბების მართვა არც იქნებოდა სხვანაირად და ვერც იქნებოდა მოსახერხებელი და აი ეს შეხვედრები იყო ეს შეხვედრები გარდა იმისა, რომ იქ იყო შეხვედრები, ჩვენ აი ახლა ეს თითქოს არაფერია ის 3 დღე, რომელიც ჩატარდა. აი ეხლა გვაქვს იმხელა სამუშაო, იმხელა მოცულობის სამუშაო გვაქვს, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე აქ ასე ვთქვათ, ჩვენი თიმი შევკრათ, რომელიც რაღაც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს. ეს არის უკვე ლოჯისტიკური საკითხები, რომელზეც ნამდვილად ვფიქრობთ და დასაწყობების საკითხები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მინდა ვთქვა, როგორც წეგან ვახსენე, ფუდბაიერები და ტრეიდერები. ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებსაც დაახლოებით 300,000 ქსელს, მეორეს უწერია 650,000 ქსელს ამარაგებენ. ხო წარმოგიდგენიათ, რამხელა მასშტაბია. და ეს ყველაფერი თავისით არ მოსულა, ჩვენთან მოვიდა, აი სწორედ ეს მინდა აღვნიშნო, რა მოხდა შემდეგ, ხო? ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი ორგანიზატორი და რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი საუბარი შედგა, დაგემოვნება, ინფორმაციის გაცვლა, სავიზიტო ბარათების გაცვლა და ასე შემდეგ. და როდესაც დამთავრდა ეს ყველაფერი, გუშინ მაგალითად და გუშინ შემდეგ მთელი დღის განმავლობაში უკვე ამ ინფორმაციას ვამუშავებთ, ეს არის ის, რომ აი ისეთი კარბლანში მოგცა, რომ აი წარმოუდგენლად დიდი კარბლანშია, რომ ისინი მზად არიან აი ეს სპონსორი, რომელიც იყო ამ ღონისძიების მთავარი და მთავარი, გვეუბნება, რომ ჩვენ გვინდა, რომ თქვენ აი ჩვენს ტრეიდერებთან იმუშაოთ და აი არ ვიცი რა უნდა იყოს, მართლა დაიწყო და არის ძალიან დიდი მიღწევა ალბათ თქვენ ძალიან დიდი მიღწევა და აი ემოციის გარეშე ქალბატონო ირმა, მინდა გითხოთ უცხოელი სტუმრების, უცხოელი დამსწრეების რეაქციაზე, როდესაც მათ პირველად გასინჯეს ჩურჩხელა და ასევე საინტერესოა პროდუქტის ავთენტურობის შენარჩუნება, რამდენად არის კონკურენტული უპირატესობა, ვთქვათ, საერთაშორისო ბაზრებზე თქვენი დაკვირვებით. დიახ, აი ძალიან კარგი კითხვა. ჩვენ ახლა როდესაც გადავხედეთ აი აქ არსებულ სხვა ასე ვთქვათ, ჩურჩხელა ნამდვილად არ იყო წარმოდგენილი. არა მხოლოდ ჩურჩხელა, მინდა აღვნიშნო, ჩირი და ჩურჩხელა ჩვენი ორივე მიმართულება და კიდე აუცილებლად დავამატებთ რაღაც ექსკლუზიურ პროდუქტებს, რომლებიც ასევე ავთენტურობასაც შეინარჩუნებენ, რა თქმა უნდა და ტრადიციულიდან განსხვავებით კიდე რაღაც აი განსხვავებული გემოები, რასაც ქვია, გულისხმობთ ტყლაპების, ასე ვთქვათ, ჩირეულში, თხილეულში მიქს. აი ეს გვაქვს კიდე ახალი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად გვექნება კიდე, იმიტომ რომ ჩვენ გვაკეთებდით ერთი პერიოდი ამ ყველაფერს და გვქონდა ამისი ნიმუშები და ძალიან კარგად მუშაობდა ეს ყველაფერი, მაშინაც გვქონდა რამოდენიმე ევროპის ბაზარზე ვიყავით გამოფენებზე წარდგენილი და რაც შეეხება აი თქვენს კითხვას, რომ აი რესტორნების ქსელს ეს ყველაფერი ჭირდება, მოდით გამოვიყენებ მაინც აპეტაიზერი, როგორც ასეთი ღვინოსთან ერთად, ვიდრე დავუშვათ მირთმევენ სადილს, ვახშამს და ასე შემდეგ. ეს არის როგორც დესერტი და ამიტომ აი განსხვავებული ამითი იქნება ეს ყველაფერი. ხოლო
თუ ვიგულისხმებთ იმას, რომ ეს იქნება რაღაც ქსელური მარკეტებისთვის, მაშინ აქ აუცილებლად სპეციალური შეფუთვა იქნება და ამაზე ცალკე სამუშაო. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის რომელ ასე ვთქვათ არხში პირველად შევალ და რა მიმართულებითაც იმის მიხედვით შეფუთვებსაც იმის მიხედვით რა თქმა უნდა უფრო დავაგენერირებთ. თუმცა ძალიან დიდი სამუშაოა, როგორც გითხარით, აი ხოხტები ძალიან დიდი მასშტაბებია, არა მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხები, თუნდაც ეს მარკეტინგული შეფუთვის საკითხები და მიწოდება. კი ბატონო და ბოლოს საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ პოტენციალზე საერთაშორისო მასშტაბით ქართული ჩურჩხელის, რადგან სოფლიოში ბუმია ჯანსაღი პროდუქტების ალბათ დამეთანხმებით და ჩურჩხელა ჯდება სწორედ ამ სტანდარტებში. რა თქმა უნდა, აი სწორედ ეს იყო ძალიან დიდი განსაზღვრელი ფაქტორი, რომ ჩვენი პროდუქცია არის ყოველგვარი დანამატების გარეშე და ძალიან ყველა სერტიფიკატი შეიძლება ითქვას. მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მასშტაბებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული გერმანულ კომპანიასთან, რომელსაც აქვს ასე ვთქვათ, ასევე ძალიან დიდი გამოცდილება და ჩვენი ტექნოლოგიებით მათ უმაღლესი დონის წარმოებაში ვამზადებთ აი ანუ ვემზადებით იმისთვის, რომ ამ ბაზარს მივაწოდოთ აი უმაღლესი სერტიფიკატებით, ეს იქნება ISO, HACCP და ასე შემდეგ პროდუქტი, რომლებიც ისინიც რა თქმა უნდა არიან ამაში, ასე ვთქვათ, მონაწილეები, რომ ეს მაღალი დონის სტანდარტი შენარჩუნდეს. სწორედ ეს არის განსაზღვრელი, რომ ეს არის უვნებელი, ეს არის უმაღლესი ხარისხის, ეს არის ორგანული და ამიტომ იმსახურებს ძალიან დიდ მოწონებას. დეგუსტაციებზე ყველა განსაკუთრებულად რაღაც განსხვავებულად უყურებდა ამ ყველაფერს, ჩურჩხელას, ნუ ხო ჩირი იციან რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებულად უყურებდა, რომ შიგნით რა ხდებოდა და დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ყველაფერმა და აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ აქ ჩვენ გვქონდა მთელი ეს პერიოდი საგანმანათლებლო ტრენინგები, გვიტარებდნენ ტრენინგებს. ანუ ყველა მიმართულებით ეს იყო ფრანჩაიზინგი, ეს იყო ლოჯისტიკა, აი ნებისმიერი საკითხი, მარკეტინგი, ყველანაირად ჩვენ ამ კუთხით მივიღეთ საერთაშორისო, შეიძლება ითქვას, ტრენინგები ჩაგვიტარდა და განათლება და რჩევები და ნუ არ ვიცი, მასტერკლასები ხო ჩატარდა და ძალიან დიდი მასშტაბები იყო, ძალიან მაღალი დონე იყო და კიდევ ერთხელ აღვნიშნე იმას, რომ აი ეს მასშტაბები რაც არის და აი რაც იყო ამ სპონსორის გუშინდელი ასე ვთქვათ, შემოვარდნა კიდევ ერთი ტალღა. მე ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენ ვიქნებით, ასე ვთქვათ, შეიძლება გზამკვლევ იმისთვის, რომ სხვა კომპანიებსაც გაუყვალოთ გზა და ქართული ჩურჩხელის და ჩირის წარმატების წინაპირობაა უდაოდ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. ისურვებთ რა თქმა უნდა წარმატებას თქვენ და ზოგადად ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დაგემშვიდობებით და წარმატებული ისტორიებით, რა თქმა უნდა, კვლავ გელოდებით ჩვენს ეთერში. ირმა კვაჭანტი